გამარჯობათ. გამარჯობათ. ეხლა ნახეთ ბავშვებო, რამდენი ფერადი პლასტელინი გვაქვს. აი ყველა არის სხვადასხვა ფერით. და მე და ემილი გავაკეთებთ მართალია. ორი წითელი გვაქვს. მე და ემილი გავაკეთებთ განსხვავებულ საჭმელს, რომელსაც ჭამენ იაპონიაში. აბა თუ გამოიცნობთ რა არის? ემილი, იცი შენ რა არის? კი? ეს არის სუში და სუში უნდა გავაკეთოთ ჩვენ. სუსად ატარებენ ბრინჯისგან და თეზისგან, მართალია და ამატებენ კიდევ ძალიან ბევრ სხვადასხვანაირ ინგრედიენტს. გავაკეთოთ სუში. ხო. გავაკეთოთ? ხო. პირველი რა გჭირდება? შენ რა თქვი რა გჭირდებაო? ბრინჯი. ბრინჯი, მართალია. მაგრამ აუცილებლად ეხლა ბრინჯით რო დავიწყოთ, გჭირდება რა ფერი პლასტელინი? თეთრი. თეთრი, მართალია. ცოტა თეთრი და ბევრი უნდა თეთრი მქონდეს. მართალია, მოდი დავიწყოთ ჯერ ცოტათი, რაც გვეყოფა გავაკეთოთ, თუმცა მე დავამატოთ. უნდა გავხსნათ პლასტელინი, მოდი მე დაგეხმარები რომ გავხსნა, იმიტომ რომ არ არის მარტივი გასა. ამოვიღოთ თეთრი პლასტელინი. მართალია. ეს თეთრი პლასტელინი უნდა გავყოთ ორ ნაწილად. მე პატარას ავიღებ. ეხლა უნდა გავაბრტყელოთ. აი ესე უნდა ავიღოთ პლასტელინი და შევეცადოთ ეხლა რომ გავაბრტყელოთ. აი ესე. აბა შენც ესე გააკეთე ემილი. ესე გავაბრტყელეთ. ეს არის ჩვენი ბრინჯი. ხო. მე ვაბრტყელებ ფეგრე რომ ლამაზად იყოს. მართალია, უნდა გავაბრტყელოთ ესე რომ ლამაზად იყოს. შენიც ლამაზია. მადლობა. მე მქონე მაგჩი ვარდისფერი. მე მინდოდა მწვანა. ჩვენი თეთრი პლასტელინი არის ჩვენთვის თეთრი ბრინჯი. უნდა გავაბრტყელოთ, ესე მოვჭრათ რომ ლამაზი გამოვიდეს. ესენი შეგვიძლია გადავდოთ, არ გჭირდება. ბრინჯი მზად გვაქვს. კიდე რა დაგჭირდება სუშისთვის? თევზი. თევზი, მართალია. შენი თევზი აი? აი ჩემი თევზი. ეს ჩემია. კარგი. გავხსნათ აბა პლასტელინი და მოვამზადოთ თევზი. ავიღებთ. ეს ჩვენი თევზი. ცოტა გჭირდება, ბევრი არ გჭირდება. აი ესე. ეს თევზი შეგვიძლია ეს გავაბრტყელოთ, იმიტომ რომ ზოგადად ვცდილობთ ესე გზად მოვჭრათ. გადავჭრათ. ეს გვერდები გაულამაზებ. ესე ჩვენი თევზი. გამოიყურება ძალიან ლამაზად. აი ესე. ბრინჯს ზემოდან დავადებთ თევზს. სურვილისამებრ შეგიძლიათ დავამატოთ კიტრი. ამ შემთხვევაში ჩვენ ავიღებთ მწვანეს და დავამატებთ კიტრს. აი ეგრე უნდა გამოჭრა? აი ეგრე უნდა გამოჭრა. ოჯახ, შენი ბრინჯიც მზად არის. ეხლა გინდა თევზი. კიტრი არის მწვანე ფერი, ამიტომ გჭირდება მწვანე. ცოტა ვიღებთ. აგაც გამოუჭრა. მართალი ხარ, მანდაც მიჭარი. გავაკეთეთ კიტრი. დავდებთ თევზთან ერთად. მე რაღაცა სხვა ვაკეთებ, შენაირად კი არა. შენ სხვას აკეთებ? ხო. რას აკეთებ? ჩემ ბლუდას ვაკეთებ. მე რო გავაკეთებ, შენ გამოიცნობ. კარგი, ვნახოთ. მაგრამ ისე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სუშის 200-მდე სახეობა არსებობს. ამიტომ შენც გააკეთებ ერთ-ერთი სახეობის სუშს. ეს უკვე მზად გვაქვს. ეხლა გჭირდება, რა გჭირდება? უნდა ავიღოთ აი ეს ჩვენი ნორის ბოთოლი, მაგრამ აღვნიშნა, უნდა იყოს შავი ფერის და ამ შემთხვევაში შავი პლასტელინი არ გვაქვს და გვაქვს ყავის ფერი. გაინტერესებს როგორ უნდა გადავახვიოთ? ხო. მაშინ ყურადღებით მიყურე. ავიღებთ. აი აქ. მე სულ უნდა გავაკეთო. ყველაფერი ერთად. ესე და ლამაზად გადავახვიო. ნახე, უკვე თითქმის სუშს დაემსგავსა. ხო, მოვხადო წითელი. ნახე, ეხლა შეგვიძლია გავჭრათ. დამეხმარები? ხო. მოდი, კიდეები ჩამოვაჭრათ. ხო. ესე მიდი. ოპა. ნახე რა ლამაზია. პირველი. ესე. ოყურე. აი ესე. ოყურე. რა მაგარია. ნახე. აი ეს ყველაფერი დავდოთ ამ თაფში. ყოჩა, მართალია ეს არის დიდი თეფში და დაეტევა ყველაფერი. ეს ჩვენი სუშიც.
ნახეთ ბავშვებო, რა მაგარი სუში გამოგვივიდა. კოჩახ. ნახეთ. ემილი, იცოდი? სუშს იაპონელები ჭამენ აი ესეთი ჭხირების დახმარებით. აბცადე. მარტივია სუშს ავიღებ ჯოხით. კოჩახ. მაგარია. ნям. მაგრამ პლასტელინის ჭამა არ შეიძლება, ვითომ შევჭამა. მართალია, მაგრამ ისე კარგად გამოიყურება, რომ ნამდვილად სუშის ჭამა მოგინდება. ემილი, შენ რა გააკეთე? ეს ვითომ ბალახი, ეს არის როკოკინა, საჭმელი როკოკინა. ეს ნამდვილი როკოკინა კი არ არის, მაგრამ ესეთ საჭმელს ჭამენ. ესეთ განსხვავებულ საჭმელს ჭამენ იაპონელები. ეს რა არის? ბურთები. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური საჭმელები არის ძალიან ორიგინალური და საინტერესოდ გამოიყურება, გემრიელიც არის, მაგრამ ქართული სუფრა მგონი ჯობია ყველაფერს. კარგად იყავით ბავშვებო. კარგად.